მშვენისა და ღვთისმშობლისა და მარისკაცისა მარიამისა, ძლიერებითა პატიოსისა და ცხოველს ყოფილისა, ჯვარისა და ჯვარის ვაზისათა, ვედრებითა წმინდათა უხორცოთა ძალთა, მთავარანგელოსთა, მიქაელისა, გაბრიელისა, ნაფისღებით მოლჭეულთა წმინდა მარველთა, აგროსთა მოლეთა წმინდათა, უხორცოთა, ზეციულთა წმინდათა ძალთა, მეუღებითა წმინდისა წინასწარმეტყველისა, წინა მორბედის ღვთისმსახურისა იოანესი, წმინდათა და ყოვლადღებულთა მოციქულთა, თავთა მოციქულთა პეტრესი, პავლესი და სხვათა 12-თა, მეუღებითა წმინდათა შორის მღვდელი მთავართა ვასილი დიდისა, გრიგოლი ღვთისმეტყველისა, იოანე მოკროფილისა, ათანასე, კირილე, სპირიდონ ტრიუმფალისა, იოანე მოწყალესი და სხვათა დიდთა მღვდელი მთავართა, მეუღებითა წმინდა და ღვაწლის ზეთა მოწამეთა, წმინდა დიდ მოწამისა ძლევა შემოსვლისა საგუნდო მოქმედისა გიორგისა, ქრისტე და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, ანტონი, ექთიმე, საბა, ონო, ბრატასი, ათონე, ზეონე, ზედასნელისა, დავით გარეჯელისა, დოდო გარეჯელისა, გაბრიელ ბერის ამსარებელისა და სალოსისა და ღირსთა დედა პელაგია, თეოდოსია, ანასტასია, ევროსია, მარიამ მეგვიპტერისა და ღირსისა, ნინო, კარგანახლებისა და მოციქულთა სორისა, მეუღებითა წმინდათა და გეთებს საკუთრებითა ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, თამარისა, ლუასაბისა სხვათა, წმინდათა მშობლთა და იოაკიმ და ანასითა და ლაზარესი ძმისა მართასი და მარიამის რომლის აღდგინების დღესაც, აღნიშნავ დღესა და ყოველთა წმინდათა შეგვიწყალეს და გვაცხონეს ჩვენ, ვითარცა სახიერას და გაცნობარემ. ამინ. სახელთა მამისა და დაწისა და დასულისა წმინდისა და ჩვენთან არს ღმერთი. მადლობა ღმერთს, რომელმაც მოგცა ძალი იმისა, რომ მოვიდეთ ტაძარში, ვილოცოთ ჩვენი თავები, ჩვენი სულები, ჩვენი ოჯახის კეთილდღეობა შევავედროთ უფალსა. მადლობა უფალს იმის გულისთვის, რომ უკვე გავიდა ამდენი კვირა არის, მართვა მიმდინარეობს და ბოლო ერთ კვირას გადარჩა. თვითონ დიდი მართვის პერიოდის უკანსხვავებული მსახურება არის ატყობ მთელი წლის ციკლის განმავლობაში. და აი მართვის პერიოდის განსხვავება კიდე თვითონ დიდ მართვაში ბოლო კვირას სულ სხვა მსახურება და სულ სხვანაირად იქნება დაბირთული, უფრო მეტად ლოცვით, მეტად შრომით და ღვაწლით იქნება. დღევანდელ დღეს დედა ეკლესია გვახსენებს უფალი ჩვენ იესო ქრისტეს მიერ ლაზარეს აღდგინებასა. ეს ყველაფერი პირდაპირ არ დაიწყო ლაზარის აღდგინებით, საფუძველი ჰქონდა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ თაბორის მთაზე თავისი მოწაფეების წინაშე იესო ქრისტე ფერი იცვალა. მაქსიმალური ნათელი მიიღო. ტროპარშიც არის მოხსენიებული, რომ თასაზე ფერი იცვალა. მოდი ახლა დაზდეეგა და მომისმინე შენ. მოისმინე, ეს არის წინასაც ვიცახე. მერია ათესამთელი მოგეჩქარე. ნათელი მიიღო, ნათელი მიუაჩრდილებელი, რათა მოწაფეებს დაენახათ ძალისაებრ მათისაო. შეეძლო მეტათაც მეტი სიბრწყინვალე მიიღო ჩვენ უფალსა, მაგრამ იმათი თვალები ვეღარ გაუძლევდა იქ მყოფი ადამიანებისა. თაბორის ფერის ცვალებით აჩვენა, რომ ამ გვერდზე უბრალო კაცი არ იყო. მათ გვერდზე იყო ღმერთი, კაცის სხეულში გამცობილი, რომელსაც გამოეცხადა ყველასთვის, ყველამ თავისი თვალით რო იხილა მოსე წინასწარმეტყველი, რომელიც გარდაიცვალა საზღვაოხალხის წინა და ელია წინასწარმეტყველი, რომლის სიკვდილი არავის არ უნახია, რამე თუ სიცოცხლეშივე, ცოცხალივე ხორციელად იქნა აღტაცებული ზეცაში უფლის ანგელოზების მიერ. ამიტომაც არის, რომ ვიცახით, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, ცხოველთა დამკვდართა, ცოცხლებისაც დამკვდრება. ისպես არ არის მკვდარი, ყველა ცოცხალია, ზოგი სულიერად, ზოგი ხორციელად. აი ამ დიდი სასწაულის მერე ჩამოდის თაბორის მთიდან გამწყინებული და ჯერაც რომ ეს სინათლე არაა დაკარგული, თუ გახსოვთ კვირას წავიკითხე წინა კვირაში, რომ მოდის ადამიანი
რომელსაც მოყავს თავისი შვილი, ეშმაკეული შვილი ავანტყოფი და ეუბნება განკურნე ჩემი შვილი, რამე თუ ეშმაკით არის შეპყრობილი, დააგდებს, დააკვეთებს, ხან ცეცხლში ჩააგდებს, უნდა დამიწვას, ხან წყალში ჩააგდებს, ხან უბრალოდ მიწაზე დაეცემა და დოჟის დის. ვიყავი შენ მოწაფეებთან და ვერ უკურნალეს, ვერ გამიკურნეს. მაცხოვარი გამდროს საყვედურს გამოხატავს და ეტყვის. უმადურნო, რამდენი ვიქნები, ანუ რას ეუბნება, ეცი აფრთხილებს, ამზადებს მოწაფეებს და ადამიანებს თავის პერიოდის იმ ეპოქაში, ვის გვერდზეც მოუწია ცხოვრება, რომ როდემდის ვიქნებიო თქვენს გვერდზეო, ეხლა როცა უნდა არის უნდა წავიდეო. აჩვევს ამ სიტყვებითა და ეუბნება ასეთ რამეს, რომ ნათესავი ამისი, ამ ბოროტ ეშმაკისეულისა, ბავშვისა კი არა, იმისი, ვინც ამ ბავშვი იყო შესული, ანუ ეშმაკის ნათესავი, ბოროტი განიდევნება მხოლოდ მარხვითა და ლოცვითა. რას ვაკეთებ ჩვენ ამ მარხვაში? მარხულობ და ლოცულობ, ხო? რატომა ჩვენში ბოროტის მიერ ვნებები არის თუ ცუდი ჩვევები განვიდეს, გავიწმინოთ, რომ სიხარულით შევხვდეთ აღდგომასა. ცოტა ხანი გადის ამ ადამიანს გაუცოცხლებს შვილსა, ამას ყველაფერი ამ კვირეებში წაკითხული სახარების შინაარსა. გადის პერიოდი ამას შვილს აღუდგეს, ამ განაგდებს ეშმაკსა და ცალკე რომ დარჩენიან 12-ვე მოწაფეს ეუბნება, რომ ეხლა ჩავალთ იერუსალიმში და მოხდება ასეთი რამე, რომ ძე კაცის, ანუ თავის თავზე ეუბნება, უნდა ეწამოს, შეურაცხონ. დამეთუ ამათ მარტო დიდება ქონდათ დანახული ქრისტესი. ის ფერისვალება, ის გავწყინება, ის ეშმაკეულებისა და სხვადასხვანაირი ხეიბარი ხალხის განკურნება და არ აქონდათ ხალხო ნანახი და რო დაინახავდნენ დამცილებულ სისხლში, ბოდიში და ნერწყვში, ტალახში ამოთხრილსა, მოწვარს არ დაბრკოლებულიყვნენ. აი ეს საწინდარი იყო, ეს სიდიადე თავისი რომ გამოაჩინა და ასეთ რამეს ეუბნება, რომ ძე კაცისა ეხლა ჩავა იერუსალიმში, მასზე ჩამისცემენ და აპატიმრებენ დელთავრები ურჯულუებს გადასცემენ. ვინ იყო ურჯულუები? მათი გადმოსახედიდანა რომაელები. იმიტომ რომ არ ქონდათ ებრაელებს დაჯისუფლება აი ამ სანქციებზე, რაც ვითომ და ჩალებში არშავებდა იესო ქრისტე, ურჯულუებს გადასცემენ ჩემ თავსაო და მოუყდებიო და 3 დღის მერე აღსდგებაო. წარდგეს ხო თავის მესამე დღეში ლაპარაკობს, ძე კაცისაო აღსდგება და დაждდებაო დიდებით მარჯვენით მამის წიაღში. და აი ამ დროს არიან 12-ვე მოწაფე არის იქ, მაგრამ ორი განსაკუთრებულად რომ ხშირად უხმობდა ზებედეს ძენი იაკობი და იოანე ეუბნება, მაცხოვარო იქნებაო რომ ესეთი რამე გააკეთო, რომ ერთიო ძმაო შენ მარჯვნივ და ერთი მარცხნივ დავსხდეთო. და ეუბნება იესო ქრისტე პასუხად, რომ შეგიძლიათო ის სასმელი მწარე შხამიანი სასმელი მივიღო. ამ მწარებაზე, ამ წებატყებაზე ეს სიმბოლურად მინიშნება, რაც მე უნდა მივიღო, ან ის ნათლისღება მიიღოთო, რომელი ნათლისღებითაც მე უნდა მივოვინა კლოყელაყლა, ანუ მეორე ნათლისღებაში დასაგულისხმობდა ხალხო. სისხლით განწმენდას ნისთვისა თავისი კი არ ჩვენი ცოდვებისთვისა ხალხო. შეგიძლიათო და შეგვიძლიაო დაუფიქრებდათ უპასუხეს. არც დაფიქრებულა რასე იყო ლაპარაკი, ვერც კი წარმოიდგენენ, იმიტომ რომ კარგად იცით ბოლოს სულ ყველანი გაიხსნა თავს უშვებს. ხო და შეგვიძლიაო და აი ესეთ რამეს ეუბნება, რომ სასმელი რამე სვათ, რაც მე უნდა სვა შეგიძლიათ. ნათლისღება მიიღოთ ისეთი, როგორც მე უნდა მივიღო, შეგიძლიათ, მაგრამ მარჯვენითა და მარცხენით დაჯდომა მხოლოდ ჩემი ზეციური მამის ნება არისო. და ეუბნება, დაინახავს ესენი ამბარტავნობენ, სხვებს არ უთქვეთ, ამან თქვეს, ეს არის ლუკას სახარებაში არის და ერთ-ერთი მათის სახარებაში არ ამაქვს იონესი, იქა თავის დედასაც კი მიგზავნენ და დედა ეკვეცება იესო ქრისტესა, რომ იქნებაო ჩემი შვილი ეგრე დასწავლო, ერთი მარჯვენით, ერთი მარცხენით და
და არ იცით არასაკ ეხლა თქვენაო ამათ წინაო რა ფაქტიურად აი ესეთი ის ვთქვა შეთქვენიო თავის თანატოლები თავისი მოწაფეების მოციქულებისგან თავის გამოჩენა გინდათო და თუ გამოჩენა გინდათო არა იმაღლოთო თავი რამეთო სასופელოში თავამაღლებული კაცი ვერ შევაო ვინც თავს დაინდაბლებსო აი შევაო და ესა კი ეს მამაინიამ რო იქადა იმკვირის სახარებისა იყო და ძალიან მინდოდა მე თქვენ ეს სიტყვები და დაიმახსოვრე რას ნიშნავს რომ ვინც თავს დაინდაბლებს ანუ ძლიერი უნდა სუსტს ემსახუროს ხო განათლებული მეფე ჩვენ სხვანაირად უკუღმათა გვაკნასავე თუ ვინ ძლიერია და დაგჭაგრის იმას ემსახურები ხო ვის გონებით განათლებული არის მეფე არის ხო იმას ემსახურება დანარჩენი ადამიანები და წარმოიდგინეთ თავრობაშიც ესე ხდება ესი არ არის სათა სასუფეველშიო და ანუ ვინც გონიერი არის ვინც გონიერია ის ემსახურება სუსტებსო და ადვილი გასაგები რომ იყოს ერთ-ერთი წმინდა მამა როგორ გადათარგმნა ეს სიტყვები მინდა თქვენამდე მოვიტანოთ გულში მაგ ძალიან წარმოიდგინოთ რომ მზე ამხელად დიდი არისო მზე დედამიწაზე რამდენად ახმატებულია და მეც საკეთებს იმიტომ რომ გამოყოფს სინათლეს გამოყოფს სითბოს უაღრესს უსასყიდლოდ აძლევს დედამიწას და დედამიწა ამით სულ გმულობს ანუ მზე ძლიერია მზე დიდია მზე ღონიერია დედამიწას ასაზრდოებს თავიზე სუსტსა და პატარასა და არაფერს ითხოვს მისგან პირიქით დედამიწიდან ნახშირ ორჟანგი ხუთავი გაზები და რაღაცაა მზის ხარის მეტი არაფერი აი ეს არის მაგალითი შედარება იმისა სასუფეველში ხება დედამიწაზე ქრისტიანები ძლიერმა როგორ უნდა მოემსახუროს სუსტსა უსასყიდლოდ და არა დაიბახსოვრეთ ეს ძალიან დამჭა მეგულში და თქვენთვისაც კარგი იქნება და აი ამ ლაპარაკის ძალიან გაფიქრდა მაგრამ ეს უნდა გითხრათ ეგული არ მომწეს საშუალებას აი ამ ლაპარაკში გავიდა სახარება და მივედით დღევანდელ ადგილზე როდესაც იესო ქრისტეს ამცნეს რომ შენთვის ძვირფასი ადამიანი ვის მართა და მარიამის ძმა ლაზარე ალბათ იყო გარდაიცვალა ეუბნება არა ლაზარი არ მომკვდა მოწაფეებს მოუდგენ არ მომკვდა ეუბნება ლაზარე მიიძინა რათა უფალი განდიდნეს და წავედით ბეთანიაში სუპერმარკეტში წავიდა თვითონაც თავისი მოწაფეებით აღარ მივიდა მათ სახლში მივიდა იმიტომ გზაში მართა შეხვდა ტიროდა იმდენად ახლობელი და კადნიერება გააჩნდა ამ ახალგაზრდა ქალსა რომ უთხრა რომ როგორი ესო ქრისტეს უთხრა რატო არ მოხვედი ცოტა ადრე ჩემი ძმა არ მოხვდებოდა ეხლა ეს ცოტა წარმოუდგენელია ჩვენიდან მოსახედიდან მაგრამ ისინი იმდენად ახლოს იყვნენ და იმ ხელა სიყვარული ქონდა ცოტა ადრე რომ მოხვდა არ მომკვდარაო ძინავსო და აღდგებაო და ეს პასუხობს რომ ვისიო აღდგებაო მეორედ მოსვლის დროსაო და წეღარ ხმამაღლა წამომცდა მე ვარო გზა და ცხოვრება და მეორედ მოსვლა უფალი იესო ქრისტე ეუბნება და წავედით საფლავზე მივლეთ ეუბნება ლოდი გადააგორეთ ლოდიცა და არაო ჯერ ეწუწ კიდე რამდენჯერა ჩვენ და ვიცით რომ ჩვენ საკეთილდღეოდ უნდა მოხდეს უფალი დაუშვებს ჩვენ საკეთილდღეოდ რაღაცა უნდა მოხდეს და ვეცი დაავდებით ხომ იმას რაღაცა ამ პარტავნობა რა არის არ ვიცი და ეგრე მოხდა იქაცა რო უთხრა გადააგორეთო ლოდიო ასეთი რამე უთხრა მარიამ ცოტა მართაზე ამ პარტავანი იყო სხვა სახარებაში წწერია რომ არა უყავს 4 დღის მკვდარია და თქვენ წარმოიდგინეთ იქ ძალიან სიცხეები არის უდაბნო იქვე არის და იერუსალიმში და ბეთანია ახლოს არის იქა ხო და ყავს უკვე ამყრალდაო ობაში წავიდაო სული იქნებაო გადააგორეთ გითხარიო მგზარდა გადააგორეს და ამ დროსა იგრძნო უფალმა ის ძალები შეიგრძნო ის რომ იქ მკვდარმა სულიწმინდით მიიღო მაცხოვნებელი ძალა 4 თვის ამყრალებული გაცოცხლდა და იესო ქრისტე იცახის ეს ეპიდაგებული უყურებენ მადლობაო ჩემო ზეციურო მამაო რომ რასაც კი გთხოვ ყველაფერს რომ ისრულებო მადლობაო მე ვიციო რომ
რომ შენი შვილი ვარ და ყოველთვის ამისრულებო და ამას ეუბნება თავის ზეციურ მამას და მოიხედავს უძარი გვერდზე და იძახის ლაზარე გამოვედ და გამოვა ლაზარე შეხვეული სუდარებში ფეხები ხელები სახე ესესულა სულით ყავს და გახსენი თუ ეტყვის იაროსო და გახსნია და მოგეხსენებათ ლაზარე შემდგომში ხდება ვინა იერუსალიმის პირველი პატრიარქი გახდება აი ესა ყდრეთით აღკვეული ლაზარე აი დიდი სასწაულის ხსენება არის დღესა აი ეს წავიკითხეთ სახარებაში და აი ეს ხადაგება იყო რამდენჯერად ჩემი გონება შესძლო გადმოგეცით და თქვენამდე მოვიტანეთ დღევანდელი დღის სწავლა მაგრამ ამით არ დამთავრებულა დღეს კიდე ერთი დიდი შედევრი ერთი დიდი ძეგლი ისტორიული კულტურული რაც კიდე ჩათვალეთ არსებობს ხსენება ეს არის ქებაი და დიდებაი ქართული ენისა მეათე საუკუნეში ყველა საკითხი აქვს რამოდენიმე ხაზია ბევრი არ არის მეათე საუკუნეში როგორც იძახიან და განმოქცევენ ეს მკვლევარები და მეცნიერები ვინმე მწიგნობარი იოანე ზოსიმი რომელმაც გაწერა ეს მაგრამ ეს ადამიანური არ არის ეს არის შიფრი ჩვენ დრომდე ესა ვერ გაიშიფრა ხალხო ვინ არ დაუწყო ჭიდაობა ამ სულ რაღაც რამოდა 10 თუ რამდენი ხაზიც არის კაცო რამდენი სიტყვა სერია ვინ არ შეეჭიდა ზვიად გამსახურდია ბოლოს თავისი ძალა იხმარა თავისი სიტყვებით მაგრამ რას ნიშნავდა ზუსტად როგორც სასულიერო როგორც საერო როგორც საიდუმლო მასალა რა იყო დღემდე არავინ არ იცოდა და აღარ მახსოვს კეკელიძე არის თუ არ ვცდები დოქტორი არის მეცნიერთა განათლებისა ასევე იმის ხარისხში არის პროფესორის ხარისხშია და მსოფლიო კომპიუტერული გაერთიანება თუ მისი წევრიც არის და აი ამ ხალხმა ჩაასდეს ძალიან დიდი ძალისხმევა მაგრამ ხალხო ემდენად რაღაცა ნუ ჩემი გონებისთვის მიუცდომელია ვიცი რომ გაშიფრეს იძახის თვითონაც რა დიდი ინტერვიუ წავიკითხე მაგ თემაზე წიგნი არ წავიკითხე სიმართლეს გეტყვი და დიდი ისო მრავალწახნაგოვანი მიმართულებით არის ეს ყველაფერიო და აი ზოგადად რო თქვათო შიფრავსო რასა ქართულ ენასა ეს პატარა ნაწარმოები რომელიც დიდი წიგნი მოისვა ნაშრომმა ქართულ ენასა რიცხობრიობასა და ასევე კალენდარის რაღაცა სურევია შიგა და შინაარს გეტყვით ძალიან იმასა ძალიან მცირეს რა ბოლო ჟამსა განკითხო მოხდება ქართული ენითაო და სახარებაშიო მოხსენიებული ლაზარეო ეს არისო ქართული ენაო რომელიც მკვდარი იყო 4 დღის მანძილზე და მერი აღდგაო 1000 წელიო ვითარცა ერთი დღე უფლისთვისო ერთი დღე სადაც წელიო ასევე ხო აი ეს 1000 წელი ანუ ლაზარის სიკვდილიდან 4 დღე და მეორედ მოსვლამდე ისო 1000 წელი რაც არის ნახსენიებელი აი რაღაცა დროებში ერთად არის ისა და მართაო და მარიამიო სახარებაში მოხსენებული ეს არიან საქართველოში მქადაგებელი დედა ნინო და ელენე დედოფალი თუ რამე მიიღეთ სოდა თუ რამე თქვი ისეთი თქვენთვის გამოსადეგარი იყო ღმერთს მადლობა მაგრამ ჩემი გონებისთვის აი ბოლომდე რო თქვა მეუცდომელია რა აი რას ნიშნავდა წარმოიდგინე ხალხი მეცნიერები 10 საუკუნე დღემდე რამდენი 11 საუკუნე ხო არის მუშაობენ და ვერ იგებენ რა წერია 4 სიტყვაში ესეთი რამე გინაფია აი ესეთი დიდი სრული მრავალმნიშვნელოვანი ენა გაგვაჩნია და კიდე გეუბნებით გიხარო რომ ამენით რომელ ენაზე ჩვენ ვლაპარაკობთ განიკითხება კაცობრიობა ქრისტეს მეორედ მოსვლის პერიოდში ღმერთმა დაგლოსოთ მრავალს დაგასწროთ იხაროდე ხალხო ჩვენთან არის ღმერთი მადლობა უფალს ყველაფრისთვის